ქართველი შინდლერები ამ სახელწოდებით ისრაელის სახლში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. პროექტის იდეის ავტორი საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშია. მისი განცხადებით, იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმში საპატიო ადგილი იმ ქართველებსაც უნდა დაეთმოთ, რომლებმაც ებრაელების სიცოცხლე გადაარჩინეს. ჰოლოკოსტის წლებში ებრაელთა გადარჩენაში მონაწილე ქართველების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებაც იგეგმება. ეს ჩვენი მეგობრობის ისრაელის ხალხთან მეგობრობის ძალიან კარგი დამაგვირგვინებელი რამ არის. იქნაც ნამდვილად საფუძვლდება, რომ არა მხოლოდ მეგობრობა, არამედ გარკვეული თავდადება არსებობდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ჩვენი ექსპერტების, ისტორიკოსებით ჩართულები ვართ ამ თემაში და ძალიან გვინდა, რომ ეს ფილმი გამოვიდეს ყოვლის მომცველი და საინფორმაციო ხელისუფლებას. დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, აღნიშნავთ ჰოლოკოსტს და ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ჰოლოკოსტის წლებში ებრაელთა დახმარება გადარჩენის საქმეში. აუცილებლად უნდა აღიკვეთოს რასიზმი და ქსენოფობია. მე მჯერა, რომ საქართველოში ამ მიზნით მოქალაქეებისა და მთავრობის მხრიდან აუცილებლად იქნება გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ გვინდა რომ ეს ფაქტი გავაცნოთ ისრაელის ქვეყანას, გავაცნოთ მსოფლიო ებრაელობას, ვინაიდან დღევანდელ დღეს აღნიშნავენ იმ საშინელ კატასტროფას, რაც მოხდა მე-20 საუკუნეში მოდერნულ სამყაროში. ჩვენ გვინდა რომ ქართველ შინდლერებზე უფრო მეტი ინფორმაცია იცოდნენ ისრაელში და მსოფლიო ებრაელობაში.